თბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში. ტურნირის ფარგლებში შეჯიბრი სამსახეობაში, ხმალში, რაპირასა და დაშნაში ჩატარდა, რომელშიც 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები ასპარეზობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ღია პირველობა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასული მოფარიკავეები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთს ყოველთვის გააჩნდა ძალიან დიდი ტრადიცია, რომელიც უკავშირდებოდა ამ სპორტს და მოხარული ვარ, რომ ამ ტრადიციის გაგრძელება ხდება და ამ ტურნირმა მიიღო ტრადიციული ხასიათი. მინდა ყველას მიულოცო მონაწილეს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირში და უსურო წარმატებებია. ჩვენი მთავრობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან თანადგომას უწევდა აი ამ დისციპლინას, აი ამ სპორტს და ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ აი ამ მიმართულებით და ფარიკაობის მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან. 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება უკვე ტრადიციულად ქცეული ტურნირი ღია პირველობა ფარიკაობაში აფხაზეთის თასი. სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება ამ სპორტის ამ ლამასახეობაში, განსაკუთრებით აფხაზეთიდან ბევრი მოსახლეობა უფრო პოპულარული ხდება. მით უმეტეს აფხაზეთს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს ფარიკაობაში, ძალიან ბევრი გამორჩეული სპორტსმენი და მსოფლიო და ევროპის მონაწილეები და პრიზიორები იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთიდან და დღესაც იგივე ტრადიცია გრძელდება. ჩემი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი დავდე, რომ პირველ ადგილზე გავსულიყავი და ძალიან მიხარია.